რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. 18 თებერვალს ევროსაბჭოს წამების კომიტეტი გამოაქვეყნებს დასკვნას ანგარიშს საქართველოს. საქართველოში ადამიანთა წამებაზე. რატომ 17-ში არა, ან 19-ში და რატომ 18-ში მაინც და მაინც? იმიტომ რომ ამ დღეს ყველაზე სახელოვანი ქართველი, მამულის თვალი და გონი, სინდისი და ნამოსი, ქტიტორი და დიქტატორი, მენცარი და უმეცარი, ზეცით მოვლენილი და ჩვენთვის კაცთათვის გამეცენატებული, ადამიანი ეპოქა და ადამიანი ხსნა, პროჭორილელთა, ზებრათა, ზვიგენთა, პინგვინთა, ხოხობთა და როჭოთა მბრძანებელი, ბაობაბთა და სეკვოიათა ენით მოსაუბრე, ბანკირი და ფაკირი, გალერისტი და ტიქტოკერი, მძღოლი და წინამძღოლი, პანამელი ინვესტორი და სანმარინოელი კონსული, ფრანგი რაინდი და რუსი ოლიგარქი, ბორის ივანაშვილი ხდება 70 წლის. აი ეს დიდებული დღესასწაული უნდა ჩაუშხავონ და ჩაუსვარონ ამ დიდებულ კაცს. განა რამდენი იუბილე დარჩენია და ზუსტად ეგაა deep state-ის გათვლა ვერაგული. დილის სტაფილოს წვენს რომ მოხრებს და ლოგინში მისმეულ ტორზე სანთელს ჩააქრობს, საკუთარ სიხარულსა და საყვარელ ოჯახზე კი არა, იმ ანგარიშზე უნდა იფიქროს და ინერვილოს, რომელიც სულ რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. ხომ ვიცით რა უბედურებებიც ეწერება შიგნით. თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები დაუცველია საერთოდ. თითქოს ადამიანებს უმიზეზოდ აკავებენ. თითქოს ადამიანებს ციხეში უმიზეზოდ უშვებენ. თითქოს ამორჩევლებს წართმეული აქვთ არჩევანი და საერთოდ არჩევნები. თითქოს ადამიანებს ქიმიური იარაღით წამლავენ. თითქოს იღებენ კანონებს, რომელიც ყველა ქარტიას, კონვენციასა და დეკლარაციასთან ერთად ქვეყნის კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება. თითქოს პარლამენტი, მისი დამტკიცებული მთავრობა და პრეზიდენტი არალეგიტიმურია. თითქოს საქართველოში 150 პოლიტპატიმარია. თითქოს საქართველოში ციხეში აბრმავებენ დაპატიმრებულ ჟურნალისტ ქალებს. თითქოს საქართველოში ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ პატიმრებს. თითქოს საქართველოში კალამსა და ფურცელს არ აძლევენ პატიმარ პოეტებს. თითქოს საქართველოს სასამართლოებში პოლიციელები და სხვაებიც სრულ მოწმეობენ. თითქოს საქართველოში მოსამართლეებიც, პოლიციელებიც, პროკურორებიც, მანდატურებიც მონები არიან. და თითქოს ამ ყველაფერს სულ ერთი კაცი განაგებს. მართავს, აწყობს, გეგმავს, ხლართავს. და თითქოს ეს ერთი კაცი სწორედ ბორის ივანაშვილია, იმ დღის იუბილარი და ქვეყნის თვალი. მაგ ყველაფერს დაწერენ და კიდევ 1000 სხვა რამეს დაწერენ და ბოდიშსაც არ მოიხდიან BBC-ს არ იყოს. ამიტომ ჩვენ გიხდით ბოდიშს ბატონო ბორის. ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით ერთად. ბოდიშინო ვერ გამოგადეკით როგორც ერი, ვერ დაგაფასეთ, ვერ გამოყევით ამ ტემპით თქვენ რომ გინდოდათ. და რომ არ გვიწყინო ამ პატარა უმნიშვნელო დასკვნამ რაღაც არაფრის მომცემი ორგანიზაციის კრიტიკამ, ხასიათი რომ არ გაგიფუჭოს, შენს დედაენაზე შენივე საყვარელი სიმღერით მოგილოცავთ. К сожалению, день рождения только раз в году. ჰარიფები ხართ რა. აი, ვერასდროს ვერ ხვდებით რა ხდება სინამდვილეში. ძირისძირში ვერ იყურებით. გამოაცხადეს პროჭორილელებმა უნივერსიტეტების გაერთიანება და თქვენ დაიწყეთ მოთქვა რომ თურმე სტუდენტების მოთოკვა უნდათ. პროფესურის გაფილტრვა და გაყრა. თავისი რექტორ-შმექტორებიანად. აი, ახლების დანიშნა. ავტონომიის მოსპობა, ბოლონიის პროცესის საბოტირება და 1000 სხვა რამ. მაგ ყველაფერზე უარს რა თქმა უნდა არ იტყოდნენ, მაგრამ თავარი მიზეზი ეგ არაა. თავარი მიზეზი არის Google Map-ი. აი, ეს წეული. საფონდო ბირჟების ინდექსები თამაშის შემდეგ რომ შემოენახა და შემოეთვალიერა იმ ბრძენ კაცს თავის კომპიუტერში. იცის ხოლმე, ათვალიერებს რაღაცებს, რაც მისი ვერტფრენდიდან არ ჩანს. ხო და აქ უცებ ამ შენობას დაადგა თვალი. რა არისო? რა არის და ნამგალი და უროო? რაო? სერპი მოლოთ, ბორის გრიგორიჩი, სერპი მოლოთ, აი, თქვენს ახალგაზრდობაში საბჭოთა დროშას და გერბზე რომ იყო გამოსახულიო. თქვენს ბავშვობაში და ახალგაზრდობაშიო. და ვინ ცხოვრობს შიგნითო უკითხავს მაინც? არავინო. უნივერსიტეტიო. რომელიო და ტექნიკურიო. გეპეი თქვენს დროსო. ატმორს რომ აკეთებდნენ ეგენიო? კიო ეგენიო. ხო, მახსოვს, კარგი ბიზნესი იყო, მაგრამ ბაზარი იყო პატარა და არ მიღირდაო. ამიტომ ისე ტაივანის კომპიუტერები ჯობდა მოსკოვშიო. მერე იყო პატარა პაუზა და უცებ გახსენებია. მოიცა. სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი რომ დავდე რექტორად და საპატიო დოქტორობაც კი არ გაიმეტა ჩემთვის. ეგ არ არის გეპეიო? კიო, ეგ არისო. ხო და დამთავრებულია მაგის უნივერსიტეტობა. მაგის ღირსები აღარ არიანო. კიდევ რა აბადიათო, ყველაზე ღრმა შახტა თბილისში, საიდუმლო გასასვლელებით უპასუხეს. რაო, გვირაბები აქვს და არც მითხრეს უდიდეს გვირაბოლოქსო?
თავისი აუზიც აქვს რომ გაიგო სულ გადარეულა. კურორტია გამზადებული შუა საბურთალოს და ამას მიმალავდით თქვენ ოხრებო. ეგ დღე იყო და გადაწყვეტილია ეგ ამბავი. ნამგალი და ურო ჩაბარდება პატრონს. აგერ თბილისის შუაგულში ამხელა საგანძური ქონია. ნამგალი და უროს ფორმით აშენებული შენობა და მე კიდევ რაღაც პარაგრაფებში ხარჯავ ფულსო. ახლაც ვერ უპატიებია თურმე თავისთვის. სასწრაფოდ მობილიზებულები არიან არქიტექტორები და დიზაინერები, რომ 7 ვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთების გეგმა შეძლების დაგვარად სწრაფად დადონ. თავად კი ერთადერთი და მთავარი საქმე დაიტოვა. სახელის შერჩევა. რა შეიძლება დაერქვას ყოფილი უნივერსიტეტის ყოფილ პირველ კორპუსში გახსნილ კომპლექსს. ჯერჯერობით წამყვანი ვერსია ორია. ალმა მატერი და იბიომატერი. რუსეთი, კაი, გავიგეთ. ამასობაში ჩელიაბინსკი აშენდა, იმდენი ეძახეს ამ ჩელიაბინსკს და ევროპას კიდე რაც ემართება, ამასაც ყველა ხედავს. ეგ თქვენ არ ჯერათ მაგის, თქვენ რადიკალებო თორემ. შალვას მგონი თვით სტივენ სიგალმა მოусმინა და დაუჯერა ახლა. და გადაწყვიტა გაყიდოს ორსართულიანი სახლი პადმოსკოვიაში, რომელიც 2018 წელს აქვს ნაყიდი. და გახვეს ქართული პარლამენტარიზმის წარბ შეუხრელ და წარბ გადაბმულ ამაგდარს ჩელიაბინსკისკენ, ან სადმე სხვაგან. რუბლიოკაზე, ანუ დახურულ ზონაში სოფელ უსოვოში, ამერიკული კინოს ვარსკვლავმა სახლი რუსეთის ცირკების გაერთიანების მეთაურისა და დუმის დეპუტატისგან იყიდა. 100 მილიონ რუბლად. 7 წლის შემდეგ კი ამავე სახლს ამავე 1500 კვადრატულ მეტრიან ნაკვეთით უკვე 700 მილიონად ყიდის, ანუ დაახლოებით 8-9 მილიონ დოლარად. ეხლა ექსპერტები ამტკიცებენ, რეალური ფასი მაქსიმუმ 150 მილიონია, მაგრამ პუტინის მაგაცი კაპიქს არ აკლებს. 700-ო. რამ გააძვირა ქონება 7 წელიწადში 7 ჯერ. სიგალის სახელმა. რუსეთის მოქალაქემ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ სიგალმა გადაწყვიტა, რომ მისი სახელი ამად ღირდა. სახლი რამდენიმე კვირა იყიდება და ჯერ კიდევ არ გამოსჩენია მყიდველი. არავინ. მიუხედავად პატრონის პოპულარობისა, რა თქმა უნდა. იმის მიუხედავადაც, რომ ეს ელიტური დასახლება პუტინის ნოვოოგარეოს რეზიდენციის გვერდით არის. თუ თქვენ ხართ სიგალის ფილმების ან სპორტული მიღწევების, უფრო კი მისი პოლიტიკური შეხედულებების დამფასებელი, აგერ რა გასაყიდი ქონების მოკლე აღწერა. სახლის ფართობი 500 კვადრატული მეტრი, 4 საძინებელი, 7 საპირფარეშო, სპა და საუნა, კინოთეატრი, ღვინის სარდაფი. ტერიტორიაზე დგას კიდევ ერთი პატარა სახლის სტუმრებისთვის თავისი რუსული აბანოთი. და რატომ ყიდის ხანდაზმული სპორტსმენი და მსახიობი ამ დიდებულებას? ეგ აღარ დაუზუსტებია. შეიძლება ვალები აქვს, შეიძლება ჰავას ვერ გაუძლო, ან შეიძლება იქაურობის აურა არ მოსწონს. თუმცა თავად რუს კომენტატორებში წამყვანი ვერსიაა, რომ მათი დამპალი ქვეყანა და რეჟიმი თვით სიგალსაც ამოუვიდა ყელში და დახვევა გადაწყვიტა. ოღონდ სარფიანად. მაგრამ არ გამოსდის. და რატომ ვერ ყიდის ამ სახლს ამდენი ხანია? იქნებ არასწორ სააგენტოს მიმართა და რუსეთის უძრავი ქონების საუკეთესო მაკლერი შალვა პაპუაშვილი სჭირდება. შალვა, შენი შუბლის გახსნას უშოვე რამე, სადმე ჩელიაბინსკში მაინც. ხო იცი? მაგის კინოებზე ხარ გაზრდილი ბოლოს და ბოლოს. და ამით გემშვიდობებათ ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.